მოკლედ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მე ბოლო შეკითხვა უნდა დავსვა თითოეულ ჩვენ სტუმართან ვიწყებ ბესო ჩუბინიძით ბესო ისე რომ ხელი აღარ შეუშალოთ არავინ ბესო მაპატიებს შეიძლება მე ვთქვა ჯერ და მე ბატონო ბესო უფრო ცლად კარგით სანდრო ბძანეთ და დაგემშვიდობებით შემდეგ ბესო კი ბატონო სერიოზულ პოლიტიკაზე და თქვა ქართული ოცნების თქვა მონაწილეობაზე ამ სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებში ისაუბროთ ქართული ოცნების წარმომადგენელმა ბატონმა ოთარმა. თუმცა მან თქვა რომ ის არის მზად სერიოზული პოლიტიკაზე სასაუბრო და ჩვენ სად შეგვიძლია ახლა სერიოზულ პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, არა გვაქვს არანაირი გამოცდილება პოლიტიკაში. რაც შეეხება თუ არასერიოზული არის ეს თემა, მაშინ ჩემთვის გასაკვირი არის რომ მართველი პარტიის წევრი, რამდენადაც ვიცი და დიდი იმედი მაქვს ბატონი ოთარი საპარლამენტო სიაში იქნება, რატომ მიდის თავისი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. მე ჩემთვის ძალიან გასაკვირია ეს ალბათ თქვენთა პარტიაში გაირკვევა ეგ ამბავი და გაარკვევთ თქვენ. ეხლა რაც შეეხება თვითონ საკითხს. მოდით მე ეხლა ვიტყვი და ამით დავამთავრებ. მე შემიძლია თქვა ერთი რამე. ყველას იგივე ბატონი პაატა ბურჭულავის პარტიას, იგივე ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ეროვნულ ფორუმს, იგივე ქართულ ოცნებას, რა ვიცი, ყველას აქვს რაღაც თავის პოლიტიკური იდეოლოგია და თავის პოლიტიკური გეზი აღებული და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოგწონდეს ეს, პატივი უნდა ვცეთ მათ პოლიტიკურ იდეოლოგიას. მე მაგალითად, აი უფრო თვალად ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეოლოგია. მაგალითად ევროპაში რომ ავიღოთ მარი ლეპენი, თქვათ, მისი ეროვნული ფრონტი, ჩვენ წარმოუცხვალ შორის კონტაქტებიც გვაქვს, წარმოგვიდგენია ჩვენ პოლიტიკურ პარტნიორად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური იდეოლოგია, ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას იდეოლოგია, ვიღაცას აქვს ბურჭულაძის იდეოლოგია, ვიღაცას სააკაშვილის, ვიღაცას ქიბროცაშვილის. რა ვიცი, ეს ყველას გემოვნების ამბავი არის, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უგუებელყო 9 მილიონი ადამიანის მოთხოვნა. ის წავიდა 9 მილიონი ადამიანის ქართველის წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე ზეწოლა მოახდინა სოროსის ფონდის წარმომადგენლებმა, იგა ბოკერიამ, ამერიკის საელჩო თუ ვინ, ყველა მოახდინა ზეწოლა და ვერ გაუძლო ამ ადამიანმა ზეწოლას და ეს მოსალოდნელიც იყო. ამიტომ იმის გამო, რომ დიდი მადლობა მინდა უთხრა პრემიერ-მინისტრს, რადგანაც მან ადეკვატური შეფასება მისცა პრეზიდენტის ძალიან ცუდ ქმედებას, ჩვენ ალბათ, კი არა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, საქართველოს პროკურატურაში, მთავარ პროკურატურაში შევიტანთ განცხადებას, რათა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, თავისი უკანონო ქმედებების გამო, საქართველოს ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ბატონმა მარგველაშვილმა აგოს პასუხი კანონის წინ. და ანონსად დაგიტოვებთ ერთ რამეს. ჩვენც გამოვართ აუცილებლად არჩევნებში და ჩვენი თქვათ მაგალითად აი ისე რომ ავიღოთ დამოუკიდებლად თუ საინიციატივო ჯგუფი ეს იქნება ფართო ეროვნული კოალიცია მაგრამ ვისთან სანდრო მოკლედ ეს სიურპრიზი იქნება ყველასთვის მაგრამ ერთი რამ გითხრათ მე გითხარით იქნება აქ იმ იდეოლოგიის მქონე ადამიანები რომლებიც აი ქართულად თუ არ ესმით გითხარით ეროვნული ფრონტი როგორც არის საფრანგეთში მაგრამ ამას თავი გავანებოთ ჩვენ გამოვართ ინიციატივით ვერ მოვასწრებ სანდრო არა ორ სიტყვას ვიტყვი ჩვენ გამოვართ ინიციატივით რომ მაგალითად გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. აფრიკის და აზიის მოქალაქეებს ამაზე მე ვიwaparaყო სხვა გადაცემები. ეხლა მე ვთქვი ჩემი სათქმელი. კარგად ბრძანდებოდეთ ძალიან მეჩქარება და ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს უტოვებ თემას, რათა მათ იდისკუსიონ ამ თემაზე. არა, სადისკუსიო თემა, სადისკუსიო დრო აღარ. მადლობა სანდრო. დიდასურვეთ პატივიცემას ქალბატონო ინგა კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის და ამ თემებზე უკვე ვისაუბრებთ რა დაპირებებით გამოდიხართ თქვენ და ვისთან ერთად, როცა გააკეთებთ განცხადებას, მე გადავდივარ ბესო ჩუბინიძესთან, ბესო ასევე მოკლედ და უნდა ჩავეტიოთ რაღაცნაირად ჩვენს დროში. თქვენი სათქმელი რა არის? დღეს ქართული ოცნება 4 წლის თავზე სთავაზობს ისეც ხედავთ ისეთ შეთავაზებებს ამომრჩევლისთვის რაც მათ გამარჯვებას მოუტანს ინგა პრიორიტეტებით დავიწყე მე წეგან ჩემი საუბარი და მე მგონია რომ ამ ქვეყანაში არსებობს ბევრი პრიორიტეტი ზოგისთვის აგერ ის ამბავი რაც სანდრომ თქვა ზოგისთვის ეკონომიკა ზოგისთვის მაგრამ მე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარ ანუ ჩემი პრიორიტეტი რა არის მოდი მე ამას გეტყვი არა მე თქვენი ხედვა მაინტერესებს წინასაარჩევნო გარემოსთან კონკრეტულად აბსოლუტურად ხო აი მაგას გიპასუხებ თორე ის თემა რომ აი ეს ჰომოსექსუალიზმი და რაღაცა ეს გავლილია უკვე ჯაჯანჯის შოუში ხო არა ვარ ინგა გრიგოლია შოუში უკაცრავად ჯერ ესეთი რომ ჯაჯანჯის შოუ რა შუაში ესეთი აგდები იმ შუაში არა და მეორე რა შუაშია დაუშვათ არაპოლიტიკურ შოუსთან შედარება როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხსნის მთავრობის ხდომას ამ თემით პასუხობ
იმ შუაშია რომ ეს თემა არ არის ახალი ჩემოინგა ჩემთვის. ეს თემა არის ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული და აქამდე მოვიდა. აი ამიტომ არის შუაში ეს ყველაფერი. ანუ ეს არ არის ახალი, რაც პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, ის ჩემთვის არ არის ახალი. მე მაგას 1988 წლის ნოემბრის აქციებიდან ვებრძვი იმ თემას, რაზეც ეხა სანდრო აკეთებს აქცენტს, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. ის კონკრეტულ ფაქტებს გეუბნები, დენი არ არის, შუქი არ არის. მე მაღალ ფარდოვანი სიტყვებით საუბარი არასდროს არ მიყვარდა, ხალხში ვარ, მეზობლებში ვარ, ჩემს მემწვანილებთან და ჩემს პურის გამყიდველებთან ერთად დავდივარ და ვიცი იქ რა ხდება. მე მინდა მათთან ერთად გავაგრძელო იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ბრძოლა უკეთესი ჩვენი, ჩემი, შენი ლამაზი შვილისთვის, ჩემი კარგი ბიჭისთვის, რომელსაც რეკლამის დროს დამირეკა და მადლობა გადამიხადა რისთვის არ ვიცი, ჩვენო პარტნიორმა გაიგო და რეალურად აი იმისთვის რომ ჩვენი შვილები იყვნენ კარგად, თორე აი ის წინააღმდეგ შეხვედით ომში, ხელისუფლების წინააღმდეგ? ყველას წინააღმდეგ შევალ ომში, ვინც იცი რა არის ჰომოსექსუალიზმის მიღების კანონი, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ეს ჩემთვის შეურაცხყოფელია. აქ ვიომებ, კი. კარგი, დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი ბესო ჩუბინიძე, ალბათ ბევრჯერ იქნება უკვე პოლიტიკური გადაცემების სტუმარი მათ შორის ჩვენიც. მადლობა ბესო რომ იყავი გადაცემაში. ნინო, ნახევარი წუთი გვაქვს ჩვენ თქვით თქვენი სათქმელი და უკვე სტუდიაში გადმოვალ, ასევე ბოლო სიტყვა უნდა თქვან ჩვენმა სტუმრებმა. რა სიტყვით თქვენ ბოლო სიტყვა ამ გადაცემაში? მე ვიტყვი იმას რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ შევდივართ ომში, ჩვენ გავერთიანდით 4 პარტია იმისთვის რომ ზუსტად პოზიტიური ცვლილებები მოვიტანოთ. ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საჭმელი, ადამიანებს ჰქონდეთ ტანსაცმელი, ადამიანებს ჰქონდეთ მეტი ფული. აი ის სპეკულაცია, რაც ახლა ხდება, ხო, თუნდაც მთავრობის სხდომის გახსნა რა თემითაც მოხდა, ხო? ეს ხო არ არის, აი რაღაცა სერიოზული თემა, რომელზეც ვიღაცა სერიოზულად ფიქრობს. ადამიანებს არ ეშინიათ ამის სინამდვილეში. სინამდვილეში ადამიანებს ეშინიათ, რომ ხვალ დარჩებიან უმუშევრები. ადამიანებს ეშინიათ, რომ ხვალ ბავშვს ვერ აჭმევენ საჭმელს, ვერ უყიდიან სახელმძღვანელოებს, ვერ აიყვანეს სკოლაში, ვერ გადაიხდიან რაღაცა გადასახედებს. აი ეს არის რეალური პრობლემები, რომელსაც მთავრობა ისხლიტავს, არ უნდა ამაზე ლაპარაკი, სპეკულირებს რაღაცა თემებით, რომელიც გამომდინარეობს რაღაცა გრძნობებიდან, რაღაცა შიშებიდან, რაღაცა სენტიმენტებიდან. აი ბატონი ბრეგვაძე აქ აბრეხვებდა რაღაცა გვარებს ვიად გამსახურდიაზე აპელირებდა, ხო? ეს არის სუფთა წყლის სპეკულირება, რომელიც მთავრობას ასევე აწყობს იმისთვის, რომ 4 დღე არის ხო დარჩენილი არჩევნებამდე და აი 44 დღეში გადავიტანოთ ყურადღება იმ პრობლემებიდან, რომელიც მართლა აწუხებს ხალხს. მადლობა ნინო. მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი. ნინო დარსავეიძეს ვემშვიდობები, გადმოვდივარ სტუდიაში. ოთარ გისმენთ ოთარ აბესაძე. მადლობთ, მე მინდა ბოლო სიტყვისთვის დავასრულო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის და ზოგადად პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მთავარი ამოცანა და მოცემულობა რაც არის დღეს საქართველოში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხას უსვევ იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის თომა გახსნა აღნიშნული განცხადებით, იმიტომ რომ და არის მხარდამჭერი იდეის, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის 9 მილიონ ადამიანზე მეტი დადასტურებული, დეკლარირებული ხელმოწერით იდეის მხარდაჭერა. ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა. რაც შეეხება მეორეს და მთავარს. ვინაიდან ვიმყოფები წინასაარჩევნო პერიოდში, შემდგომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვილაპარაკო დღეს უკვე ამოცემულობით ამაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ოცნების გუნდმა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ის დაკვეთა, რაც იყო მოსახლეობისგან 2012 წელს. ეს იყო დასავლურ პოლიტიკაზე ორიენტირებული საქართველო. ჩვენ გავაფორმეთ დაცულების ხელშეკრულება და ბოლოს ფინიშია მისული ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან. ეს არის განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს არის ჯანდაცვის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და ეს არის მთავარი გამოწვევა ეკონომიკა. სწორედ ამ მონაპოვრით მოდი ესე ვიტყვი, ქართული ოცნების მაჟორიტარები და გუნდი დაელაპარაკება ამ მომრჩეველს, დაელაპარაკება მოსახლეობას და დარწმუნებული ვარ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებაში და ბოლოს. მინდა რომ ძალიან დავასრულო ბოლოს ამ სიტყვებით, რომ დღეს 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილი და ქართული ოცნების გუნდი არის გარანტი იმის, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის იქნება ველი და ბაზარი პოლიტიკური ძალიან თავისუფალი და ვერც ერთი ოპონენტი ვერ იტყვის, რომ მათ ეხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, რაც იყო 2012 წელს ლევან და ბოლოს ეს არჩევნები იქნება სამაგალითო დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში. მადლობა ოთარს უნდა დავასრულოთ. ძალიან მოკლედ დავასრულებ, რაც შეეხება არჩევნების გარემოსთან დაკავშირებით, მე უცებ შევახსენებ გარდაბნის და კორცხელის, ასე ვთქვათ, იმ დაპირისპირებას, რაც მოხდა, როცა კი ტემპერატურა აიწედა, როცა კი იგრძნო ხელისუფლებამ, რომ მას პრობლემა ექნება და იქ მოხდა პრობლემა, გასაგებია რომ იქ ნიღბიანი ადამიანი არ შეუვარდნილა და სპეციალისტი არ ყოფილა, მაგრამ კუნთმაგარი სპორტსმენი ბიჭების ჩხუბი ჩვენ იქ ვნახეთ და ამისგან დაზღვევლებული სამწუხაროდ არ ვართ, იმიტომ რომ ხელისუფლებას არ ქონია ადეკვატური პასუხი ამასთან დაკავშირებით და ის ადამიანი, ვინც ეს ადამიანების ამ
ადამიანის მობილიზება გააკეთა იქ დასჯილი არ გვინახავს. მეორე რაც მინდა თქვა ეკონომიკური მიმართულებით, როცა ოთარმა თქვა რომ თურმე მათი პრიორიტეტი არის ეკონომიკური მიმართულებით, ასე ვთქვათ, ქვეყანაში რაღაც წინსვლა, სამწუხაროდ წუხვარ მათი გუნდი იგივე კობიაშვილი, ჯამარაული, ყაველაშვილი, კალაზე კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ეჭვი მაქვს იმ ეკონომიკურ პრობლემებს მოუარონ, რა ეკონომიკური პრობლემები ჩვენ გვაქვს, რაც შეეხება პაატა ბურჯულაძის გაერთიანებას, რომელიც ამდენიმე დღის წინ შედგა, აი ამ გუნდში ნამდვილად არიან პროფესიონალები, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით, განსაკუთრებით ინოვაციური მიმართულებით, განსაკუთრებით ინოვაციური მიმართულებით, ოთარ. აი როგორც კი შეიძლება აჩვენო რომ სწორად საუბრობ ამაზე, მაშინ არ გასაუბრებს. აი ეს არის ოთარ შენი პოლიტიკური კულტურა. ეს არის ეკონომიკური რეფორმა თქვენი. სამწუხაროდ ლევან ეკონომიკაში შენზე ოდნავ მეტი გამეგება და შესაბამისად პირდაპირ შეგვიძლია გითხრა რომ პაატა ბურჯულაძის ეკონომიკური ხედვა რომ ადამიანს 4 წელი უნდა ქონდეს სოციალური დაუწყებელობა. ეს არის მოლიგი ეკონომიკური დადანაშაულებს ხახაბეიშვილი და იქნება სწორი ამ და ჩემს დადანაშაულებაში ვასრულებთ. დიდი მადლობა ლევან, დიდი მადლობა ოთარ. მე მაყურებელს შევახსენებ რომ ეს განცხადება, რაზეც დღეს მთელი ჩვენი გადაცემა ავაგეთ, გაკეთდა სწორედ მთავრობის ხდომაზე ქართული ოცნების თავმჯდომარის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ოთარ აბესაძე, ლევან ხაბეიშვილი, სანდრო ბრეგაძე, ნინო დარსაველიძე და ბესო ჩუბინიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ამით უნდა დავასრულო 4 საათიანი დღის ამბები, ერთმანეთს ხვდებით 7-ზე და 7 საათზე ჩვენი სტუმრები იქნებიან მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. დავბრუნდებით 7-ზე, მადლობა რომ გვიყურეთ.